იმის მიუხედავად, რომ მთვარე შორიდან ძალიან უბრალოდ მოსჩანს, მას უამრავი საიდუმლო აქვს. მთვარე კოსმოსურ სივრცეში ჩვენი ყველაზე ახლო თანამგზავრია. მთვარე გეოლოგიურად დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა ქერქის მოძრაობა იქაც შეინიშნება, რასაც მიწის ზღვის მსგავსად მთვარის ზღვას ეძახიან. ჩვეულებრივ ეს რიხტერის სკალით 5.5 ბალს არ აღემატება და ასეთი მოვლენები არც მთვარისთვის არის სახიფათო და არც ჩვენთვის. ყველაზე შემაშინებელი და შემაშფოთებელი მთვარის ზღვრებში კი ის არის, რომ ჩვენ არანაირი წარმოდგენა არ აგვაქვს იმაზე, თუ რა შეიძლება იწვევდეს მას. მიწის ზღვრებს დედამიწაზე როგორც წესი ტექტონიკური ფილების გადაადგილება იწვევს. მთვარეზე კი ასეთი ფილები უბრალოდ არ არის. მეცნიერების ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს გამოწვეულია დედამიწის გრავიტაციით. ასტრონავტებმა სეისმოგრაფები გამოიყენეს და გამოთვალეს, რომ ზედაპირიდან რამდენიმე კილომეტრში არის ბზარები და ნაპრალები. ითვლება, რომ თანამგზავრს გამდნარი ბირთვიც აქვს. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მთვარე დედამიწის თანამგზავრია. ბევრი კი თვლის, რომ მთვარეს პლანეტის სტატუსი უნდა ჰქონდეს, რადგან ის თანამგზავრის ზომის კვალობაზე საკმაოდ დიდია. მისი დიამეტრი დედამიწის დიამეტრის მეოთხედს უტოლდება. ორმაგი პლანეტა. თუ მხედველობაში ამ თანაფარდობას მივიღებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთვარე მზის სისტემაში ყველაზე დიდი თანამგზავრია. დიდი ზომის გამო მთვარე სინამდვილეში დედამიწის მიმდებარე ორბიტაზე არ იმყოფება. დედამიწა და მთვარე ერთმანეთის და სიმძიმის ცენტრის გარშემო ბრუნავენ, ხოლო ილუზია, რომ თითქოს მთვარე დედამიწის ორბიტაზე იმყოფება, იმის გამო იქნება, რომ ეს ცენტრი დედამიწის შიგნით არის მოთავსებული. სწორედ ეს ფაქტი არ იძლევა დედამიწის და მთვარის ორმაგ პლანეტად გამოცხადების საშუალებას. ყველასთვის ცნობილია, რომ ადამიანი მთვარეზე იყო, მაგრამ უმრავლესობამ არ იცის, რომ თანამგზავრის ნაგავსაყრელად გამოყენება ხდება. მთვარის ნაგავი. ასტრონავტებმა მთვარეზე მასზე ვიზიტის შემდეგ დიდი რაოდენობით ნაგავი დატოვეს. ითვლება, რომ იქ დაახლოებით 181,427 კილოგრამამდე ხელოვნური მასალა არის თავმოყრილი. რა თქმა უნდა, ამაში მხოლოდ ასტრონავტები არ არიან დამნაშავეები. ამ ნაგვის უდიდესი ნაწილი მთვარეზე სხვადასხვა ექსპერიმენტის, კოსმოსური ზონდების და გაშვებული მთვარე-მავლების შემდეგ დარჩა. იცოდით თუ არა, რომ ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი ადამიანის სასაფლაოს როლსაც ითავსებს? ასტრონომი და გეოლოგი იუჟენ ჯინ შუმაკერი, რომელიც თავის წრეში ნამდვილ ლეგენდად ითვლებოდა, ყოველთვის ასტრონომობაზე ოცნებობდა, მაგრამ ჯანმრთელობის უმნიშვნელო პრობლემის გამო ოცნების ასრულება და მთვარის მონახულება ვერ შეეძლო. 1998 წელს ლუნარ პროსპექტორის სადგურიდან მისი ფერფლი მთვარეზე გაგზავნა. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube